თუ ჩვენ სიწმინდით ვიქნებით, მივიღებთ ამას სოფლის სულზე გამარჯვებულ საღვთო სიბრძნეს, ანუ დაბრძენდები და ვეღარ გატყილებს ამას სოფლის სული და ხოლოსა ერთსა სიბრძნეს, ჭეშმარიტ სიბრძნეს, რომელიც არის ღვთისას, მხიარულები და მარადიულად შეუერთდები. რა საოცარია, ხო? შეიძლება ეთქო მარადიულად შეუერთდები. მხიარულად. ანუ სიხარული, მხიარული რას ნიშნავს? სიხარული ხო შიდათვისებაა და მხიარულება მისი გამოვლენაა. ესე იგი ისეთი სიხარული გაქვს, ბედნიერების ისეთი განცდა გაქვს, რომ ვეღარ იტევ და მხიარულობაში ვლინდება. აი ასე შეუერთდები ღმერთს. გარდაცვალებაც იქნება ასეთი. აი პავლე მოციქული რო ამბობს, რომ ესე იგი მომელის სიმართლის გვირგვინი არ ამბობს, რომ გული მეტყვის განსვლათ ამ ქვეყნიდან ჯობია ქრისტესთან ყოფნა, ვიდი აქ ყოფნა. როგორ ფიქრობთ, ახლა მწუხარებით ამბობდა ამას, სიხარულით სავსე იქნებოდა ის. და ჩვენ ვკითხულობთ მოწამეთა ისტორიებში, როგორ უხაროდათ, ესე იგი ქრისტესათვის სიკვდილი. რატომ ხდება ასე? იმიტომ რომ ადამიანმა იმ მდგომარეობას მიაღწია, ისე აღივსო საღვთო სიბრძნე და იმგვარად გაიმარჯვა ამას სოფლის სულზე და ისე არის განწმენდილი საღვთო მადლით, რომ ღმერთს ჭრეტს და მისთვის სიკვდილი აღარ არსებობს, მისთვის არსებობს ღმერთთან შეხვედრის სიხარული. მისთვის სამჯარო უკვე აღარ არის საშინელი. იმიტომ რომ აღარ ეშინია ღმერთის, მას უყვარს ღმერთი, სრულყოფილი სიყვარული განსდევნის შიშ, როგორც იანე მოციქული ამბობს. გესმის და აი ამ სიყვარულით გულანთებული, გახარებული, ბედნიერი ხვდება სიკვდილს და ელოდებას გარდაცვალებას. უბრალოდ აქაც მორჩილებას იჩენს ღვთისას და უფალო შენ როცა გნებავს, შენ როცა ინებებს, მაშინ გამიყვან. გესმით? აი ეს მდგომარეობა შეიძლება მქონდეს ქრისტიანს თუ სწორად იცხოვრებს.